ეს კაცი ახლაც თავდაბრაზის იქ და თითქოს არ ცელოდება თავის სახელს და გვარის გამოცხადებას, მაგრამ ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე მინდა მოვიხმოს სცენაზე თქვენი აპლოდისმენტების თანხმობით ოქროს არწივის პრემიის ერთ-ერთი პირველი მფლობელი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თემო და კაცი, რომელსაც თავად თემო აფასებდა ძალიან და მე მოგესალმები ბატონო გოჩა. ურმესი მადლობა კიდევ ერთხელ მომბრძანებისთვის და თქვენი წილი მადლობა იმ სიმღერისთვის გიხდი მადლობა, სადაც ახლა ზუსტად ვიცი რომ ჩვენთვის უნდა იყოს. დანარჩენი უკვე თქვენი სიტყვის და პასუხის ამბავი. დიდი პატივისცემით მოგესალმებით თქვენთანაც დიდი სიყვარულით, მოწესებით და მთელი გულით, მთელი ბრძოლით გილოცავთ აი ამ არაჩვეულებრივ ჯილდოს, რასაც ქვია ოქროს არწივი, იმიტომ რომ გამოგარჩიონ ამოდენი ადამიანებიდან, ამდენი ღირსშესანიშნავი პიროვნებიდან წარმოიდგინეთ თქვენ არჩევენ, ესე იგი 15-20 კაცს, ესე იგი რა ღირსებით უნდა იყოს შემკობილი ეს ადამიანი, რომ ამდენი მილიონი ადამიანიდან გამოარჩიო 20 კაცი. აი ამას გილოცავთ, ამ დაფასებას გილოცავთ, ამ პატივისცემას და ამ სიყვარულს გილოცავთ თვითოულ თქვენთანაც, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული ჩვენთვის ნამდვილი კუმირები ბრძანებით. გაიხარეთ. ეს გოჩა ჭაბუკაიძე. ეს ის სიმღერა, რომელიც
მოჩა შენი რეპერტუარიდან იცი მე და ბიჭებო ჩვენ გვეძნება ეს სიმღერა და იმ ხალხს ეძღვნება რომლებიც ალბათ ბედის აღარ ვიცი უკვე ეს ბედის დაცინვა თუ ბედის საჩუქარი ცოცხლები ჩამოვედით იქიდან და მადლობა ჩემო გოჩა ჩემო ოქროს არწივო კიდევ ერთხელ და აი ეს სიმღერა აქ უნდა ყოფილიყო მე როგორც ვთქვი პატრიარქს ძალიან ხშირად ვახსენებთ ყველა ერთად აქ და მისი წასვლა და მისი გარდა ცვალება ჩვენთვის რაღაცნაირად სხვა მომენტიც არის აქ ჩვენ ზუსტად ვიცით პატრიარქი ახლა იმ ბიჭებთან ერთად არის და იმ ქალბატონებთან ერთად არის ვინც საქართველოსთვის აქ რომ იყვნენ მაშინ ლოცულობად ქართული ფესვების ხალხი რო ყავს იქ თემურის თამადობით ჩემი ზურა დოიჯაშვილის თამადობით, ჩემი ეთერ კაკულიას თამადობით, ჩემი ზურა ვადაჭკორიას თამადობით, ჩემი უჩაპორძაიას თამადობით, ჩემი მამუკა ონაშვილის თამადობით, ჩემი ბიჭების და მეგობრების თამადობით, რომლებიც ახლა იქ შედან და ვიყურებენ და მე ზუსტად ვიცი იქიდან ვეცავენ. მიდი ბესო, მიდი აეგრე, იმიტომ რომ ისინი ასე იყვნენ ჩემს გვერდით ამ სცენაზე, როცა ცოცხლები იყვნენ. სათითაოდ ყველა მათგანი ერთად ვიდექით და ერთად ვეფერებოდით ამ სცენიდან, სხვადასხვა სცენიდან უпроსორად იმ ხალხს, ვის ჩვენ ყველა ვიყვარდა. ხოდა ზუსტად ვიცი ჩვენი პატრიარქიც იქ არის და ზუსტად ვიცი იქიდან ვლოცავ, ზუსტად ვიცი იქიდან გვეფერება იმ ხალხთან ერთად, რომლებიც სამწუხაროდ ბევრი არიან, მაგრამ იმიერ საქართველოში ადრე თუ გვიან ჩვენც მივალთ და ჩვენც იქიდან მოვეფერებით აქ დარჩენილ საქართველოს, მაგრამ სანამ აქ ვართ ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ დავტოვოთ კაცების სახელი, კაცის სახელი. ქალბატონებმაც ვაჟკაცის სახელი, თორე პირობით ის იქნა ამ შემთხვევაში. დედა კაცის სახელი, ქალბატონსაც დედა კაცი ქვია და ალბათ ეს არის მთელი ჩვენი მისია. 1940 წელს არის დაბადებული. დღემდე აგრძელებს საქართველოს მსახურებას. არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეში, სენიდან, მოედნიდან, პალატიდან თუ აუდიტორიდან ჩემბატონმა უკა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია საქართველოს მსახურებას აგრძელებს. ზესტაფონის და კვალიტის კი არა, მხოლოდ საქართველოს მსახურებას აგრძელებს. მე რომ მოვიკითხეთ და მისი ასე თქვა გაკეთებულ საქმეებს გადავხედე პატრიარქი დაინტერესდა რაღაცა კითხულობდა სიამაყით მევსება ჩემი მთელი გონება რომ ამ კაცს თურმე ჩემთვის ყველაზე დიდი დამსახურება მისი მხრიდან რა იყო იცით თურმე ეს ის კაცია რომელმაც 1993 წელს ადონდომ თქვენს გასაუბროთ ლვოვი იცით ახლა ქალაქი ლვოვის ფარმაცევტული ქარხნიდან ვიღაცებს ვაბრალებენ ქართველ კაცს გამოგზავნია ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლდა იქ ბიჭებს ის იყო წამალი მე წამალზე არ მაქვს საუბარი ჩვეულებრივ ფარმაცევტულ წამალზე მაქვს საუბარი დღეს ის კაცი იმ წამლების გამოგზავნი კაცი აქ არის ჩვენ რო გვეგონა უკრაინელებმა გამოგვიგზავნეს ის წამალი ქართველს გამოუგზავნია რომლებიც იქ მუშაობდნენ და უკრაინულ ფარმაცევტულ ქარხანას არ ვიცი ხელმძღვანელობდნენ, არ ვიცი დასაკეთებდნენ, ამას თვითონ გვეტყვის. ამ კაცის სახელდაგვარი ჩემო გონებებში რო წავიკითხე და შემდეგ ქალბატონ მარინა იმსიაში წავიკითხე ბატონ ტარიელ რასიაც მე მომაწოდეთ მე თქვენ დაემთხვა ერთმანეთს და მე ბიოგრაფიაში ვნახე. ეს ის კაცია, რომელმაც ჩემს ტყვიაზე გადაფარებული სუსლიკა, შაქროზია გადავირჩინა. მისი გამოგზავნილი წამლები იყო. და მისი სახელდაგვარია რობერტ ჭუმბაძე. ბატონო რობერტ, თქო მომგზავნეთ სცენაზე. და ბატონო რობერტ. ეს ამხელა ისტორია. მომგზავნეთ თუ შეიძლება. იმიტომ მოვყევი რომ თქვენ შემოგევლეთ ჯანმრთელობაში. თქვენ გაიხაროთ. ეს ის კაცია, რომელმაც და რომლის გამოგზავნილმა თუნდაც უკანასკნელა მარლა თუ როგორ ქვია ქართულად არ ვიცი ბინც რა ქვია რომ გადასახურება ხო მედიკამენტება გადაარჩინა ძალიან ბევრი ბიჭი და ესეც მეყოფოდა მარტო 7 კონტეინერი ესეც კი არ ვიცოდი
და ის რაც ჩვენი მეგობრისგან გამოგზავნილი გეგონა ქართველი კაცის გამოგზავნილი ყოფილა და ქართველის გაკეთებული ყოფილა და ის სახელი და გვარი რომელიც მე ჩემს დღიურებში 1993 წლის 16 ივლისს ამოვიკითხე რობერტ ჭუმბაძის სახელი და დღეს ეს კაცი აქ არის ბატონ რობერტ ძალიან დიდი მადლობა ჩემი და იმ ბიჭების სახელით არა გინდათ და გჭირდებათ 52 წელიწადი არ მომუშავია საქართველოში, მაგრამ ჩემი გული და სული იყო ყოველთვის ქართველებთან და უფრო მეტად ქართველ ხალხთან. მე არ მომცა, ბედი ისე რომ გამოსულიყარ ან სპორტსმენი, ან ხელოვანი, ან ნავით არ მომცა. გინდოდათ? გინდოდათ? მინდოდა რომ არ მაინც ამოიჩი ბიზნესმენობა და ქველმოქმედება. მე ბედნიერად შეტას და მინდა მადლობა უფალს გავუხადე რომ მომცა იმის შესაძლებლობა რომ მე ფინანსურად ყოფილიყავი ძლიერი და დავხმარებული ყველა იმას ვისაც გაჭირებულია მეგონა ბარათაშვილი ბრძანებს არც კაცი ვარ რომ ცოცხალი მყავს ემზარსოს იყო სოფელში და სოფელში სარეჟო ბევრი კაცი ბევრი ყავს სამწუხაროდ რომელიც მყავს კონან და ცოცხალი არ დასკონა არია კაცები რომლებიც ცოცხლები არიან და კაცი მემსახურებიან ქვეყანას ასეთი კაციას მოდით გავარტყეს აღარ შეიძლება ბრძანებს როდესაც ღმერთი ფერჯას საუბრობს ათა სოციალს არ გავჭერა აღჭერჭობს ერთი მკვდარი ღმერთო ჩემს ქვეყანას არ მოუშალო 1000 ჯობდეს ერთ მკვდარს 1000 ცოცხალი დიდი მადლობა ჩემობრალ უზარმაზ არ უნდა ყველაფერი დაღუპა ეს ქვეყანა დაღუპა უმადურობის განცდა ჩვენ მადლობის მოგეზარება ჩემონებაში მადლობის ხარ ვერ გაგუნებია კაცის რომელსაც კაისაკნა გაკეთებული რომელსაც ქვეყნის მსახურია როგორ შეიძლება რომ მადლობა არ გიხარდა ჩემოთემა მადლობის თმა უნდა გიხარდეს ჩემო ძალიან მადლობა ჩემს მადლობა გითხრა შენ რომ ასე ეცებ ხალხს რომ სიცოცხლე გაუხარისო მადლობა ასეთი დაწერაცრალე მომივიდა აი ამ დროშის გამო როგორ ბედნიერია კაცი როდესაც ასეთი დროშა გადაეფარება ახალ წავა ამ თვითონ სოფელთან და აუმარ დროშას რო გადაეკარცა დიდი მადლობა მადლობა თქვენ მადლობარია ყველაფრის ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით დიდი პატივისცემით და მინდა უბრალოდ გითხრათ რომ შესაძლოა ჩვენი უწმიდესი ამბობდა ღმერთი სამშობლო ადამიანი ბატონი რობერტი ერთ-ერთი ის ადამიანია რომელზედაც პატრიარქი საუბრობდა. იმდენად წავიდეთ პატრიარქის სახელით და კიდევ ერთხელ აი ეს ჩვენი უანგარო ჯილდო და საჩქარი ბავშვებო გადაეცით თუ შეიძლება ამ ღირსშესანიშნავ ადამიანს და კაცს რომელსაც დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობა და უსურვოთ ის რომ მადლობა გადაიხადოს იმ ხალხისთვის ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება მოპერები უღრმესი მადლობელი ვარ დღემდე დღისთვის მადლობელი ვარ ჩემი მეგობარ ტარიხ ერეულის რომელმაც მონაწილეობდა მაგის მეგობრობით ეს დღეს აქ ვარ ჩემი ცხოვრება სულ ფიქრობდი რომ დახმარება ვინმეს დახმარება გახარება და ამას მივახციე კიდევაც მე თუ რამე ვინმეს გაჭირებულია ან ოპერაცია გასაკეთებელია ან ავადმყოფია ან სტუდენტია მე ყოველთვის მზად ვარ და ვეხმარები მარტო იმ რაიონიდან კი არა ჩვენ საქართველოს ვინ არ ყოფილა ვის არ მოვკითხა მე არასდროს უარი არ მეთქვია ცოტა თუ ბევრი ყოველთვის ვერჩი მდგომი ვარ დიდება უფალს და მადლობა უფალს რომ მე ამის შესაძლებლობა მომცა და ვაგრძელებ კიდევაც პირველი მომქმედი ეკლესია ზესტაფონში წმინდა გიორგის ეკლესია 1993 წელს აღვადგინეს რომ დამგროვული იყო ყოფილიყო და იმასაც წარწერა ჩემი მეორე აღვადგინე წმინდა თამარის ეკლესია ავაშენე მესამე
წმინდა ბარბარეს მონასტერი, კეთემანწამებულის, ნინო წმინდას, ესენი ყველა ავაშენდი გავაკეთე. მოსკოვში 2 ეკლესია, ერთი აღვადგინე, ერთი ავაშენე. უკრაინაში 3 ეკლესია, სულ 11 ეკლესია აშენებულა, კიდევ ფიქრობ ერთი კიდე ავაშენო იყოს 12. მე მიხარია რომ ესეთი უფალმა მომს შესაძლებლობა ამ შესაძლებლობას ვიყენებ საკეთილდღეოდ ხალხისათვის და უფლისათვის. სცენაზე უნდა ვიხმო ჩემი სამეგრელოს უпроსორეთ მარტვილის საპატიო მოქალაქეა ის კაცი 2004 წელს მიიღო ჟილდო. განსაკუთრებული 8 წლიდან დამსახურებები აქვს დარგში, რასაც რეგიონში განათლების მსახურება ქვია. ეხლა ვკითხულობ მისაგერ ეგრეთ წოდებულ ინფორმაციას, ასე თქვა და რო უხურებ, რამდენი სკოლა, რამდენ ახალგაზრდასთან კავშირი, რამდენ თაობის ღირსებისთვის მსახურება. ეგრეთ ვკითხულობ, ღირსების ორდენის მფლობელი, როსტოვი ახალგაზრდობის აღზრდა განათლებისა და სასწავლო პროცესის სრულყოფაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ამ რეგიონალურ მასშტაბს ძალიან დიდი წვლილი აქვს შემოვატოლებოდა ჩვენ რეგიონებს ასე არ უყურებთ ყველა რეგიონს რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული კახეთით ხო საქართველოს სიძლიერე ქვია და ვენაცვალე ჩემ სამეგრელოს ვენაცვალე ჩემ მარტვილს განეხშირად მიწევს ხოლმე იქით ყოფნა და ვენაცვალე არ ვიცი ჩემს იმერეთს ჩემს ქუთაისს მაგრამ თქვენი სახელი და გვარი როცა მოგვაწოდეს ბატონო გოჩა თქვენ ოქროს სარწილოსანო ბატონო გოჩა იმ დამსახურებების მიხედვით რაც თქვენ წამოდებით თუ შეიძლება ბატონო გოჩა ვაგურაძე მიგიწვით არა მხოლოდ იმერეთის არა მთელი საქართველოს რეგიონში უკვე გადაგიხადეთ მადლობა 2024 წელს არ მახსოვს ზუსტად ოქროს სარწილოსანი ბრძანდებით და ჩვენი კომიტეტის წევრი ბრძანდებით ბატონ ტარიელ ხალხელაურთან ერთად და რა თქმა უნდა ჩვენ ვიკლებთ ყველა სახელს და გვარს ვიზღვაწდიან მეკითხებით ესეთია ჩვენი პროფესია იმიტომ რომ ბევრი ისეთი სახელი და გვარი შემოგვაპარეს რომელსაც მაინც და მაინც წარმატებულობა ჰქონდათ მაგრამ ცოტა ადამიანობასთან და ღირსებებთან დაკავშირებული პატარა პრობლემა და ამიტომ ჩემი თავხედული პროფესია გამოვიყენე ჟურნალისტობა და დელიკატური უარით გადავდეთ მათი ოქროს სარწილზე წავიდა მაგრამ კაცი რომელიც თქვენ შემოგთავაზეთ ჩვენი გაკითხვა გამოგითხვის შედეგითაც კი არის დღეს ოქროს სარწილის ჯილდოს მფლობელი და ბატონი იულიანე ნაჭყებია მინდა მოვიხმო სცენაზე ბატონი იულიანე ხოთ მომზადეთ მე არ ვიცი თქვენ საიდან მოდიხარ და მარტვილიდან ჩამოხვედით თუ საბურთალოდ მოდიხარ მაგრამ ჩემი მეგრელების ხედავ ნაგდაბ მე განსაკუთრებით მიყვარს სამეგრელო რამდენი მეგრელი ვართ აბა დარბაზში ვართ რაკატე და რა უმცირესობაში ვარ ეს პირველი შემთხვევა როცა უმცირესობაში შვილიშვილო რა პატარაციაცია ხელი ესე უნდა აწიო ხელი ხო და ჩავედი სამეგრელოში და საქართველოს ნახევ ამაზია დათქვა ბატონო იულიანე კიდევ ერთხელ გეუბნებით ის ეხლა თქვენი კარგად იცით და ბატონ მამუკას ვეუბნებოდი რომ სითბური ფიზიკის სპეციალისტი მინდოდა გამოვსულიყავი ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა სხვათა შორის ათისაგარი გვენ ისაა გაჩერებული მაქვს იქ კეპეიში ჩემი ის და ახლა რომ ჩავარო შეიძლება აღმიდგინო ნაბიჯ როგორ ხდება მაგრამ ვიციო აღდგენა შეიძლება წარმოვიდგენია 50 წელს ბესორო ხო ფიზიკას ხო აი ეს მე კომპლიმენტად მივიღებ მამუკას ბატონო იულიანე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გოჩა ბატონო ძალიან დიდი მადლობა იმ წარგენში რომ ასე ყველა ერთად ჩვენი გუნდი თქვენ ჩვენი გუნდის წევრი ხართ და კომისიის წევრი ხართ დაბეძებთ მთელ საქართველოში ასეთ ადამიანებს ბატონო იულიანე თხოვთ მიკროფონში მოგესალმებით მეგობრებო დღეს ძალიან დიდი ღონისძიება არის პირადად ჩემთვის თეორიტიკოსთან განისათვის და მეც მადლობით დავიწყებ მადლობას ვეთქვი ამ ღონისძიების დამფუძნებლებს ორგანიზატორებს ერთია წლები მუშაობ მრავალი წელი აკეთო საქმე დიდი სიყვარულით დიდი სიტყვით და მეორე არის დანახვა შეფასება და აი ამისათვის დიდი მადლობა წარმდგენს და თეორიტიკოსთან ბატონი გოჩას დამსახურებით და სხვათა შორის ჩვენი გუნდის წევრები მოსავლების 51 წელია საცილი გავია ხელში და ძალიან ბევრი თავმამყავს ასდი ძალიან
სერიოზული თანამდებობის და კაცობის და ადამიანების ხალხი ახსენ და მათი ბრალია, მაგრამ ის რომ მათი ბრალობებით დგება რა, ამაში შემეცვლეს არის. რა თქმა უნდა, აბარა. მეც გარკვეული წილი შედარებული იმ ახალგაზრდებს. დამბაჭარო არ გაქვს, დასახლელი ამის პრობლემა, ყველაფერი კარგი მოსწავლეები არის. ეხლა ბატონმა ბრძანა, რომ 65 წელია ვარ. ეს საქმე мотиваციათი ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, ეს 50 წელი ამეღადა, სადღაც გადავაგიდოთ ხო, მაგრამ ახლა არა ბატონო. ავაგზელებ, სამის საცდაკება შეიძლება, ავაგზელებ ახალგაზრდობის აღზრდას. ძალიან კარგი ღონისძიება არის, ძალიან კარგი ჩანაფიქრია. ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას, რომ შემდგომშიც გავაგრძელოთ საქმიანობა, რასაც ამდენი წლები ვეწეოდით. მადლობა ამისათვის ღონისძიების დამფუძნებლებს და მადლობა ყველას, ვინც ამ ლამაზ დღეს გვერდოთ ჩვენ. როცა მისი ბიოგრაფია წავიკითხე, იმდენი უცნობი დეტალი აღმოვაჩინე, მე მარტო ერთი რამე მეგონა და თურმე თელედამსახურებები ქონია კაცო. ამ კაცს მე რომ მეგობარია, მე ყველა მეგობრის დამსახურებები კი არ ვიცი თავიდან ბოლომდე. მაგრამ ის უპირველესობა ჩემთვის ადამიანია, მიუხედავად ისი აი ბევრი სასიამოვნო რაღაცების და ძალიან ბევრი სასიამოვნო ამბების. თუმცა მას აქვს ერთი ძალიან დიდი პლუსი პირადად ჩემს თვალში, მე ამას ვიტყვი, მაგრამ საზოგადოებამ რატო ავარჩიეთ ის და რომ ჩავთავეთ ოქროს არწივის პრემიის ღირსად, ეს სხვა თემა. ეს კაცი საქართველოს ემსახურება ძალიან დიდი ხანია, 1956 წლის 29 აპრილს არის დაბადებული და თბილისის იურიდიულ ფსიქოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი არსებობდა. ახლაც არსებობს ნეტა ეს ფაკულტეტი? აღა. შეიძლება რამდენადაც მოიცავს იურისტი, ფსიქოლოგი და სამართალდამცველი. ყველა ერთად. და სამი მძიმე კალიბრიანი პროფესია ქონია ამ კაცს, მაგრამ ყველაზე მეტად მას ხელოვნების სიყვარული აერთიანებს ჩვენთან, რა თქმა უნდა და ამაში ხელს უწყობს ამ ხელოვნების სიყვარულში ის ქალბატონი და ის ვაჟი, რომელიც მის ოჯახად და ცოლ-შვილად აისახება. მე მინდა სცენაზე მიხმო კაცი, რომელსაც დიდ პატივს ეცემა. კაცი, რომელიც დღესაც ხელოვნებას ემსახურება და კარგად აკეთებს ამ ყველაფერს თავის გუნდთან ერთად. ბატონი თამაზი დამეთანხმება, ვინ თამაზი ამას მე ვიტყვი. დამეთანხმება იმაში, რომ მას ძიმე ფუნქციები აქვს ჩაბარებული, ისეთი ფუნქციები, რომლის შესრულება არ მოითხოვს მარტო კის და არას. მოითხოვს იმ ხალხის სიყვარულს, ვინც იქ მიდის და ვინც იქიდან მოდის. ვინც მადლობას უხდის ხოლმე ამ კაცს და ვინც ხანდახან ბოდისაც უხდის ხოლმე და ბატონ თამაზ ეს სწორი არჩევანია. ეს კაცი არის ბატონი დავით გეგელაშვილი და ბატონო დათო, მე მინდა მოგიხმოთ სცენაზე და ჩემ და საამაყოთ, როგორ უნდა წარგადგინო, იცი, ჩემი ძმაკაცის, გიგი გეგელაშვილის მამა და ჩემი მეგობრის, ქალბატონი ინგა ბერაძის მეუღლე, ბატონი დავით გეგელაშვილი, რომელსაც საერთოდ არ უყვარს სცენაზე გამოჩენა, რომელიც სულ კულისებშია და რომელიც ისეთ საქმეს აკეთებს, რომ ქვია მსახურება ამ ხალხის. ბატონო დავით, ერთი ფუნქცია დამიტოვე და მერე სიტყვა უნდა გადმოგცე. ხალხო, მებრძოლებო, მეომრებო, სხვათა შორის, ჩვენს გასაგონად. სიმღერა, რომელსაც აი ეს ლამაზი ქალბატონი, წამოდექი ვაჟკაც შენ გვერდით, ბებიას რომ მუსიკალ გვერდით, შენ შვილიშვილზე მაქვს საუბარი. ჩვენი გიგის შვილია, ეს პატარა ვაჟკაც. რატუნა? და ძალიან კარგი ბებია და ბაბუა ყავს. მამა ხოს ოჯახზე აღარ ვაფარობ უკვე, მაგრამ შემთხვევაში ბებია ბაბუას ვაქებ და განსაკუთრებით ბაბუას ჩემო იგა მემაპატია, მაგრამ დღეს ქმარი უნდა ვაქონდა ვაკეთებ. ხო და ის სიმღერა ხალხო, რომელიც თქვენ ყველა მიცით და რომელსაც ახლა ბატონი ლევანი ფონად შემოგვაშველებს, ვიდეო არის მე მგონი ლევან, ჩემო ლევან, ჩემ ძმას მიმართავ, ჩემი ალალი ძმა ლევან ჩუბინიძე, ერთი დედის და ერთი მამის შვილები ვართ და მხარი როგორ არ დაგიჭირო და აგერ მეხმარება დღეს საორგანიზაციო გუნდში, რა თქმა უნდა, ემიგრაციიდან ახალდაბრუნებულია, თავის ქვეყანას დაუბრუნდა, თავის სამშვილს და განსაკუთრებით მესამეს ჩემ პატარა კაცმაცუნას, ჩემი 5 წლის ანგელოს საბუკას. მომიძებნე ის სიმღერა აი ფონად, ხო? ამ სიმღერას, რომელსაც ქვია საბრძოლო და რომელიც ჩვენ გვამხნევებდა აფხაზეთის ომში, მეომრებს. აბა ვინ მიდის?
სოფლიოს რომელი ქვეყნიდან სიკვდილზე სიმღერით არც ერთი ქართველის გარდა. აბა ვიმღერის სიკვდილის წინ არც ერთი ქართველის გარდა. ხეზე რომ აბავენ და ცეცხლს უკიდებენ და ის მღერის შავლეგოს ვინ არის? ქართველი. მიწაზე რო წიხლებით დაადებინებენ თავს და ხერხემარში გადატეხენ და შეჭამეს შენი კუთვნილი ქართველი მიწაო, ვინ არის ის? ქართველი. აი იმ ქართველებს ეკუთვნის ეს სიმღერა. ცოტა უძიებ? გახსოვთ ხო ეს სიმღერა? გიგის და მისი დედიკოს 1992 წელს შექმნილი სიმღერა. აი ამ კაცის დამსახურება, მისი ტექსტი და მისი მუსიკა, ეს ყველაფერი და მადლობა დათო ამ საბრძოლო განწყობისთვის. მადლობა იმისთვის, რა ბრძოლის უნარიანობა ჩვენ მაშინ ამ სიმღერით მიდგას და რა თქმა უნდა ჩვენი გიგის თამადობით შემატე, გიგი დღეს აპატიობის გამო არ ვესწრება, ბოდიში მომიხავდა ყველას და მადლობა ჩემი მხრიდან. იქ სიმშიობები რაღაცები წერია, იმისთვის კი არა, ჩემი პირადი მხრიდან და ჩემი ბიჭების მხრიდან შენ მადლობა აი ამ ყველაფერს. ახლა კი სიტყვას თხოვ შენ. ყველა ფიზიკოსი, მაი სულ დამოვიწყო, თვითონაც ფიზიკოსი და მათემატიკოსია და ისე გულმაგული ყველა იცნო, აი ეგეთი თემაა, დღეს ფიზიკოსები რაღაცა ძალიან იმაში ხართ, ბევრი ხართ, ხო? უღმესი მადლობა პირველ ჭირი. რიგში შენ თელ შეგუს ერთი თელ შეგუს ასეთი დაფასებისთვის ასეთი რა ვიცი აი ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ეს მით უმეტეს ისეთ ხალხთან ერთად მოხდი რომ ზოგთან სკოლა მაკავშირებს ზოგთან ბავშვობა მაკავშირებს ზოგთან რაღაც პატარა კურიოზი მაკავშირებს ზოგთან ქალაქი და თბილისი მაკავშირებს და სხვათა შორის მე ალეკო მახარობლიშვილის პირველი პარტნიორი ვიყავ. ჩვენ სოლფეჯიო მოაკავშირებს. სოლფეჯიოს გარდა სკოლაში დავდივით გავსდელი და მკითხა რეჟისორმა რომ გავსდელ თამაშობდა ალეკოს ხელშეუხებელი იყო და შენ საფარბებს ითამაშებ თუ ბათუმსო და მეოთხარი საფარბებს ჩვენ რა გინდა უარყოფითი გვირიაოდ მეოთხარი სათო თავადი ამეთქე რა ასე რომ ფინალში ალეკოს მოაკლევინე თავი ვერ გამზარდა ისე და მე ასეთი კავშირები თუ გამოჩნდებოდა არა გიგიასთანაც ეხლა მაგარ მომყვები არა გულისხმობ და რაღაცა თბილი კურიოზი ნუ ეხლა გულისხმობ მოტონოვაზე საერთოდ ვერთან რა ვიცი მაგარი კაცია. და მე მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გითხრა შენ უღრმესი მადლობა უთხრა მთელ საქართველოს იმ ერთიანობისთვის რაც ამ ბოლო დღეებში ჩვენ გამოვიჩინეთ და მოდი არ დაგვაუწყდეს რა პატრიარქის მოწოდება მოდი ვიყოთ ერთიანი აი ეს ერთობაში შევინარჩუნოთ და ვიყოთ ბოლომდე ერთიანი წინ ძალიან მძიმე დღეებია ძალიან ცუდი რაღაცები მესმის გვერდიდან პრესიდან, ტელევიზიიდან, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ალბათ ხალხი. თუ გინდა რომ რაღაცა გავიტანოთ, რაღაცა გვეღირსოს, რაღაცას ვეღირსოთ ჩვენც. ერთად ვიდგეთ. ერთობას გაუმარჯოს, აი ესე ვიტყოდი ჩემო დათო და თქვენი კუთვნილი ჯილდოები ჩაიბარეთ. ძალიან დიდი მადლობა. ემოცია რაც პირველია, ძალიან დიდი ემოციის გოშვარ, იმიტომ რომ მართალი გითხრათ არ ველოდი. ბესომ რომ დამირეკა პირველად და მითხარ ვაი შენ უნდა დაგაჯილდოოთ, უთხარ რომ კი, მაგრამ რისთვის მაჯილდოვებ მეთქი რომ მოხვალო იქო იქ გაიგებო რისთვისაც გაჯილდოვებო. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ესა მით უმეტეს ესეთი ხალხის გვერდზე დადგომა და მე მინდა ბესოს და მის გუნდს უსურვო. წარმატებები, შემოქმედებითი წარმატებები, რომ მომავალში აი ამდენი სიხარული და მიანიჭოს ასეთ ხალხს რა, მე ჩემი თავი არ მაქვს ეს რა, უბრალოდ აი ისეთ ხალხს, ვინც ამას იმსახურებს. დათო სიტყვა ფინალია წამოწდა. ხო და გავედით ფინალში. არ ვიცი ახლა რომელი წელია მაგრამ მოდი 1991 წელში გადავინაცვლოთ და თუნდაც ჩვენი ოქროს ბიჭების დამსახურება გავიხსენოთ. მე შეგახსენებ ჩვენი ოქროს არწივოსნები არიან ალექსანდრე ჩივაძე, მოვა გუცაევი, მანუჩარ მაჩაიძე, ჩელე, ჩვენი ჩელებაძე, ჩვენი ოთარ გაბელია, ადამიანები რომლებიც ოქროს არწივოსნები არიან და ჩვენს წინა წლებში
ამ ჯილდოთი და პატივისცემით მივიღეთ და დიდი მადლობა დამსახურეთ მათგანაც და ჩვენი მხრიდანაც და უბრალოდ მე კიდევ ერთხელ მახსოვს როცა თბილისის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს თამაშებზე მივდიოდით ხოლმე ქუთაისლებო მაპატიეთ მაგრამ ამ შემთხვევაში დინამოს ხარლამჭერი ვიყავი მე თბილისის დინამოსი ხო და ისეთი თემა იყო რომ ყოველთვის ეს სახელდა გვარი რომელიც მაშინ ამოტიტულდებდა ხოლმე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მას საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 55 მატჩი აქვს სხვათა შორის ჩატარებული და საფხურის 22 ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზი ორი ბრძანდება ეს ბატონი რომელიც ახლა საფინალო დარტყმას განახორციელებს და პენალს განახორციელებს და დარწმუნებული ვარ რომ ის გაიტანს ამ პენალს როგორც მას შეეფერება ის ღირსების ორდენის კავალერია სპორტის დამსახურებული ოსტატია და მოკლედ ძალიან ბევრი გოლების ავტორი და ასე შემდეგ კაცი რომელიც ახლა მე მინდა სცენაზე მოვიხმო იმ სამადლობელით მინდა დავაჭირდო რასაც ქვია ჩემი ბავშვობა და ბევრის ბავშვობა თენგიზ სულაქველიძე ბატონო თენგიზ ხო ამოვძანეთ სცენაზე ეხლა უყურე აი ეს წითელი იმას ხო ხედავთ ბატონი თენგიზ სულაქველიძე ხო და აქ თენგიზ სულაქველიძე რა თქმა უნდა ეს მეორე კაცი ვერ ვიცანი ვინ არის აზეო ვინ ახატია სიმართლე გითხრა რაც მაინტერესებს მე ამ კაცს ვცნობ და ამ კაცს ვერ პატივს მაგრამ ვინ არის ეს კაცი მეორე მარადონა ვითხოვრები ვიცანი მარა ჩემთვის თენგიზ სულაქველიძეა ჩემი მარადონას და ჩემი პელეც და ამიტომაც ვერ ვიცანი ზუსტად ის მარადონა ისე ლეგიტიმურია ფეხები ჩემოთექს რა არის ვაკატრია ვეტერანები ვართ ვეტერანი ეძახი შედა ისეთ პრიომს უტარებდა ისეთ ადგილზე გადარჩა მის მერე თქვენი და ყოფილა მაგრამ ხურობა იქით იყო აქეთ ახალგაზრდობა და აქეთ ეს რა ციგნი მაჩუქეთ ეხა მეც და იმ ხუთ ადამიანს რომელსაც გამოვიდა ეხლა გამოვიდა ეს ციგნი ეს მამუა კვარაცელია თქვენს ჩვენზე არის და ძალიან მიხარია რომ დიდი მადლობა მაგრამ ამას ავტოგრაფის გარეშე არ მივიღებ მე და ხო კი აკופილა მამათია ხო და ბატონ თენგიზ მე აქ ამ წიგნებთან ერთად საჩუქრად რომელსაც გადავხსენ რაღაცა ისეთი რამე დევს რომ ფეხბურთელი ბურთის გარეშე ჩამირთეის ახლა აქ ფეხბურთელი ბურთის გარეშე გამოვიდა აი ეს რაც ახლა ხდება პირადად ჩემთვის ძალიან საფასურსგებლო რამეა თენგიზ სულაქველიძის ხელით ვიღებ ბურთს რომელსაც ავტოგრაფიები და სხვათა შორის ბატონო თენგიზ მე მიღებული და ბიჭებო მოიცოდეთ თქვენ ერთხელ შევიდით არ მახსოვს რომელი წელი იყო ივერიასთან ერთად რო გავაკეთეთ გახსოვს ხო ივერის 50 წელი მახო გაგიშვით და იქ გადმომეცით ალექსანდრე ჩივაძეც იყო სასწავლო სუყურად იყავით და 91 წლის ოქროს ბიჭებისგან საჩუქრად მივიღე ის ბურთი სადაც ყველა მათგანის ავტოგრაფია გაკეთებული და ისიც მიდევს ჩემს პატარა მუზეუმში ამ ბურთსაც რა მე აუცილებლად გავუშვებ იქ სადაც მისი ადგილია ჩემს მუზეუმში რა უნდა გითხრათ მადლობა იმ ბავშვობისთვის რაც მე სიხარულად ვაჩუქეთ და მადლობა იმ ყველაფრისთვის რა დამსახურებებს გულისას ჩვენმა გუნდმა ასე გადაწყვიტა რომ თენგიზ სულაქველიძე უნდა ყოფილიყო ის ვისაც ოქროს არწივის ჯილდოს სახელის მატარებელი უნდა ქნეოდა თორმეტ გვეთქვით და ნამდვილად ბედნიერი კაცი ვარ რომ დარეგენდა რომ გავიგე რომ აი ეგეთი ჯილდოს გამომეცემო ძალიან გამიხარდა და როგორც აი ფინალი ებრძადება ფინალში ებრძადება 91-ში აი ესე ებრძოდა ხო და ამიტომაც მოგეცით ფინალის და უმერსი მადლობა და ბატონო ეს არის ჩემი აკადემია არის საფეხბურთო აკადემია თბილისში საფეხბურთო რა თქმა უნდა ჭადრაკის არ იქნება სამსახურებს ყავს ახლა 500-მდე ბავშვი არის ჩვენ აკადემიაში
და ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, რაც გვერდს გააკეთე ჩემთვის. მე შემოგეძლო. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და აი საფინალო დათმის საშუალება თქვენ მოგეცეთ ხა ბურთს ნახეთ არ დავუდე მაგრამ მაყურებელი არ ვისწრი, იმიტომ რომ ჩემია ეს ბურთი მე ვიღაცა წამართვებს და წაიგებს და რაღაც დამიგუნებს. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ბატონო თენგიზ და ბატონო დავით ოქროგვიაშვილი გვიან შემოგვიერთა ჩემი ქართული ფესვები, ჩემი ჯიგარი, მაგარი ემიგრანტების ძმა, ჩემთანაც ძალიან დიდი მადლობა და გეფერებით ქართული ფესვების ყველა იმ ადამიანს და ყველა ერთად მოვეფერო ჩვენს ემიგრანტებს და იქ ქართულ ფესვებს, რა ქართული ფესვებითა ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ ამ რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩაბარეთ მისი კუთვნილი ჯილდოები. ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონო ბესო ჩუბინიძეს გადაუხადო აი ამ დღევანდელი სიხარულის ეს ძალიან გამეხარდა სიმართლე გითხრათ რომ აი ეგეთი ღონისძიებაზე მიიღებენ და დამაჯილდოვენ და მინდა იმ ადამიანებს მიულოცო რომლებმაც დღეს ესე 19 ადამიანი იყო ღირსეული ადამიანები და ამ ღირსეულ ადამიანებში მეც ვიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს მე კი რაღაც ამჩენია ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო მადლობა გადაგიხადოთ იმ ყველაფერთვის რასაც თქვენი მაღალი ხარისხის მაყურებლობა გვია. მადლობა გადაუხადო აი ამ ადამიანებს. მადლობა გადაუხადო ბატონ ლეო ანთაძეს მომბრძანებისთვის და კიდევ ერთხელ ჩემი პატივისცემა გამოუხადო. ბატონ გია ბურჯანაძეს, ბატონ ვაჟა დურნიშვილს და ყველას ბიჭებო, ბატონო გოგა. ბატონო ჩემო ყველას ეს სათავო არ ჩამოვერო. ძალიან დიდი მადლობა იმ წრეებლებისთვის, რაც წრეებლებიც თქვენ დღეს ბევრჯერ შეგამჩნიეთ ბატონო პაოლე ამ დარბაზში. ბატონო ტარია, ძალიან დიდი მადლობა და მე მინდა ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო აი ეს სიმღერა. ეს ბრავალჟამიერი ყოფილიყოს ჩვენი მომავალი შეხვედრის 2027 წლის ოქროს არწივის სიმბოლო. იმიტომ რომ დღე როცა მოვა მომავალი წლის მარტი ჩვენ ისევ ყველა ერთად შევიკრიბებით. შევიკრიბებით და მოგეფერებით და გვეთქვით. ერთად ყველა აქეთ. გვიყვარხართ ქართველები. სადაც არ უნდა იყო სოფლიოს რომელ წერტილშიც. ყველგან აკეთეთ ქართული საქმე. მოსკოვში, ლენინგრადში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, სადაც არ უნდა იყო იქართველეთ და ქართული საქმე აკეთეთ. ჩვენ კი აქედან ჩვენს წინ საქართველოს გაგიმაგრეთ. არ დაიდარდოთ, ეს ქვეყანა კარგ ხელში გაქვთ დატოვილი. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. პირიქით, ყველაფერი ძალიან მაგრად არის. იმიტომ რომ მე აქედან საქართველოსთან სოფლიოს 64-დან მოგმართავ. სოფლიოს ყველაზე ლამაზი ქვეყანა. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ჩვენ ერთ წელიწადში კიდევ შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე. 2026 წელი 28 მარტი ოქროს არწივის მეოთხე დაჯილდოების ცერემონია ჩავამთავრეთ და იცით რა არის ალბათ მაქვს უფლება ვიამაყო იმით როცა ამ ხალხის სახეებს ხედავ მაქვს უფლება იმით რომ თქვა დიახ ეს შედგა ამბობენ ხოლმე რომ არაო არ არის საჭირო მოგწონდეს შენი გაკეთებული ღონისძიებები არ არის საჭირო არა მე არ ვეთანხმები ამას. როცა აკეთებ კარგ საქმეს, პირველ ყოვლისა ალბათ ორგანიზატორს უნდა მოსწონდეს. ის სხვა თემაა, რომ მე უკეთესი მინდა რომ იყოს. მაგრამ ის რაც ამ ეტაპზე იმ ფინანსებით, იმ საშუალებებით, რითაც ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ამ ხალხის თვალებში ვხედავ და გადახდილ მადლობაში რომ დიახ კვლავ შედგა ოქროს არწივის დაჯილდოება. თბილისის მერიას მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო აი დღეს ჩვენ სადაც ვართ მერიოტის დარბაზში ეს მათი დამსახურება. მადლობა უნდა გადაუხადო ყველა ჩვენს გვერდში მდგომს ვინცაც ჩვენი გუნდი ქვია და ვინც ჩვენი მეგობრები არიან. იცით როგორ თვითონ ფენომენი იმის რომ ოქროს არწივი აარჩიო ამ პრემიის მფლობელი არც ისე ადვილი საქმეა. თქვენ რა ხალხიც ახლა ნახეთ სცენაზე ხო? იმ ხალხს დიდი დამსახურება აქვს ყველაფერში. ამ ყველაფერს ქვია მსახურება საკუთარი ერისა. და ჩვენც მათ ვემსახურებით. ეს ჩვენი ვალდებულება დავიღეთ და მოვალეობად მივიჩნიეთ და რა ვიცი, მადლობა ხალხო. მადლობა ძვირფასო ტელემაყურებელო იმისთვის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიფერეთ ძალიან ღირსეულ ადამიანებს. ბევრნი არიან.
ბევრი მოსაფერებელი ხალხი ყავს და არ დაგვეზარება არც მათი ძებნა და მით უმეტეს არც მათი აღმოჩენა. ამას მისიავთ თვლით ჩვენ და 2027 წელს რომ შევხვდებით, იქაც კბირდებით რომ იქაც ისეთ სახელს და გვარებს შემოგთავაზებთ, რომელსაც თქვენ საამაყოდ და ჩვენ საამაყოდ გავიხდით. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ჩვენს თითოეულ წევრს, მადლობა იმისთვის რომ შედგა ის რისთვისაც მუშაობდით ყოველ დღე მთელი წლის განმავლობაში. როცა ამ ოქროს არწივის ცერემონიალს ჟარგონულად რო ვთქვათ, ქოქავდით, მაშინაც მიჯეროდა რომ ეს იქნებოდა ღირსეული ადამიანების, მათ წარმატებულობა არ გვაინტერესებს, ყველაზე დიდი მონაგარე და ასე იყო. როცა ლეო ანთაძე გეუბნება, გია ბურჯანაძე და ასეთი ადამიანები გეუბნება, რომ ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გუნდის, ეს ყველაფრის პასუხი. თქვენ მადლობა ხალხო და დროებით 2027 წლის მარტში შევხვდებით. ნახვამდის.